გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საკმაოდ აქტუალურ საკითხზე, რომელზეც თქვენს გიფიქრიათ არაერთხელ და ალბათ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ არც თუ ისე კეთილსინდისიერად იქცევიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს მიმართ. და ეს ძალიან რბილი ნათქვამია, არც თუ ისე კეთილსინდისიერად. ამიტომ ამ თემასაც შევეხოთ დღეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპელები, ისევე როგორც ოსმალები, სპარსელები თუ მონღოლები, დამპყრობლები იყვნენ საუკუნეების მანძილზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპელებმა დაიპყრეს ამერიკა, აფრიკა, აზიის ქვეყნები. ეს მათ სისხლშია და მათი ევროპული აზროვნების წესია. ისინი ყოველთვის ფიქრობენ, როგორ დაიმორჩილონ ხალხები, მთელი საზოგადოებები და ქვეყნები. განსაკუთრებით ადვილია გამოუცდელი გულუბრყვილო ადამიანების, საზოგადოებების თუ ტომების დამორჩილება და დაპყრობა, რასაც აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მაგალითად, პაპუასების, ინდიელების ან აფრიკული ტომების მსგავსად, რომლებიც თავის დახურულ სივრცეში ცხოვრობდნენ და მოწყვეტილი იყვნენ დანარჩენ სამყაროს. ევროპული აზროვნების ეს წესი რენესანსის პოლიტიკური და რელიგიური ტირანიის შედეგია. მეფეები და მღვდელმსახურები ფლობდნენ აბსოლუტურ ძალაუფლებას უუფლებო ადამიანებზე. ეს ჩვენ კარგად გვახსოვს წიგნებიდან, ფილმებიდან და ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ისინი არ იცვლებიან. ხაზს ვუსვამ, ისინი არ იცვლებიან. აზროვნების ასეთი მემართულება ან წესი იმდენად ბუნებრივია, ეს წესი და ტრადიცია, როგორც ბუნებრივი ფუნდამენტი, არ იცვლება, არ ქრება და ხშირად გახურებული რკინითაც კი ვერ ამოშანთავ, რადგან ის მათში არათუ გონებრივ დონეზეა ფესვსგადგმული, არამედ ქრომოსომულ დონეზეც არის ჩაკირული. დიახ, სწორედ ჩაკირული და ამას ვერაფრით ვერ ამოშლი. მაგრამ პირადად ჩვენ ამას ძალიან გვიან შევეჯახეთ სხვა ხალხებისგან განსხვავებით. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გაანადგურეს ჩვენი დიდი სახელმწიფო, სწორედ მისი აშენებული და შექმნილი. და როდესაც ამას მიაღწიეს, შემდეგ მისდგნენ პატარა ქვეყნებს. და რა თქმა უნდა, ყველა გაძარცვეს. მათ სხვა მიზანი არც ჰქონდათ. უნდა გაეძარცვათ და კოლონიებად ექციათ, რომ შემდეგ უკვე მშვიდად ეძარცვათ და თანაც მათი წესებით ყოველგვარი ზეწოლისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ანუ მშვენივრად მოიწყეს თავისი ცხოვრება მტაცებლებმა. და როდესაც ეს ძარცვა და კაბალება კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დონეზე დაარეგულირეს, შემდეგ მათ აღზარდეს მსახურები, რომლებსაც თანატოლების დახმარებით უკვე სხვების მართვა ევალებოდათ. თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ოსტატურად იყო შეფუთული. თანამედროვე ფორმებით, უნივერსიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ან საზღვარგარეთ გაყვანით და იქ ჩატარებული სემინარებით, ფარატინა დიპლომებით, რომლებსაც კედლებზე კიდევდნენ დიდი სამბით. თითქოს მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი ფაკულტეტი დაამთავრეს. არადა სინამდვილეში მოამზადეს თავისი გავლენიანი აგენტები, საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად. დიახ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა სწორედ ამას, რომ მოემზადებინათ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, გადაენერგათ მათთვის სრულად ახალი აზროვნება და ასე ემართათ ქვეყანა, მათ შორის მათი დახმარებით. მათი პატრონები კი, ვინც თავის დროზე უკვე აღმოჩენილი ამერიკა ხელმეორედ აღმოაჩინეს, შემდეგ კი უკვე ავსტრალიაც. მათი აზროვნება არ განსხვავდებოდა თანამედროვე ევროპელების აზროვნებისგან. ეს იმიტომ შეფუთეს ამერიკის ახალ აღმოჩენად, რომ საკუთრების უფლება დაედგინათ იქ დასახლებულ აბორიგენებზე. ანუ ამით გაიფორმეს ინდულგენცია ამ კონტინენტის ძარცვისთვის. შესანიშნავად, ვირტუოზულად გამოუვიდათ ეს. და ეს პრინციპი იქნა შემდეგ გამოყენებული უკვე სხვა კონტინენტებზე და სხვა ხალხებზე. და რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი ახლაც იმავე თამაშს თამაშობენ, მაგრამ ახლებურად ფუთავენ. მათ სურთ და არწმუნონ
ოდესღაც დამონებული ხალხები, რომ ისინი შეიცვალნენ, რომ მათ საზოგადოებებში წარსული გადალახეს, რომ ახლა ისინი სრულიად სხვანი არიან, რომ მათ ახლა სრულიად სხვა აზროვნება აქვთ. მეტი არაა, ჩემი მტერი. ახლა თავისი ნეოკოლონიალიზმი დემოკრატიის საფარქვეშ შეფუთეს და უკვე იმათ ხოცავენ და ებრძვიან, ვინც თითქოს დემოკრატიულ პრინციპებს გადაუხვია. და ასე გაანადგურეს დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები, მილოშევიჩი, სადამ ხუსეინი, მუამარ კადაფი და ასე შემდეგ. თვითონ მოახვიეს თავს ეს კოლონიალური ახალი პრინციპი დემოკრატიით შეფუთული და შემდეგ იმის გამო, რომ არ დაიცვეს ეს მათი წესები, ამისთვის გაანადგურეს. და ეს მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო ნაწილი ჩამოვთვალეთ, რომ ათეულობით არის ასეთი ფაქტი მსოფლიოში ბოლო 60-70 წლის მანძილზე. მაგრამ ის, რაც ბოლო 40 წლის მანძილზე ჩვენთვის პოსტსაბჭოთა ხალხებისა და ქვეყნებისთვის გააკეთეს, იმაზე მეტყველებს და ამით ყველას დაუმტკიცეს, რომ კაცებლები არ იცვლებიან და რაც არ უნდა მოხდეს, არც მათი არსი შეიცვლება. შეიძლება ითქვას არასოდეს. იმიტომ რომ კაცებელი და მხეცი არ იცვლება. ის ბუნებით არის მოწოდებული იყოს ასეთი. და რა უნდა ქნა? უნდა შეეცადო გამოასწორო? ეს კონტრპროდუქტიული იქნება სრულიად. ყველა ხალხისთვის, ყველა ადამიანისთვის და ყველა ერისთვის. მაგრამ თქვენ ისიც კარგად იცით, რომ ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ემსახურებიან მათ. ასწორებენ და აკორექტირებენ კიდევაც მათ ქმედებებს, რომ ასე კი არა, აი ასე ჯობია ჩვენ ხალხს მოექცეთ, ეს უფრო მეტი ეფექტის მომცემი იქნებაო. დიახ, ასავლიან კიდევაც როგორი მოქმედონ საკუთარ ხალხზე და ერზე. რათა შეძლონ მათი უფრო უკეთესად მართვა, თავიანთი ამოცანების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელება. ანუ ზედმეტი დროისა და ფულის დაკარგვის გარეშე. აი ეს არის მათი ერთგულების გამოხატვა რეალურად თანამედროვე დამყარებლების მიმართ. ასეთები რომ ჩვენთან მრავლად არიან, თქვენ ეს შესანიშნავად იცით, ალბათ გიფიქრიათ კიდევაც ამაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ხალხი სწორედ იმ ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებიც ასევე ემსახურებოდნენ სხვა დამპყრობლებს, სპარსელებს, მონღოლებს, ოსმალებს, რომლებიც დამპყრობლებს ურჩევდნენ, თუ სად იყო შენახული ეროვნული განცი, ან სხვა ღირებულებები, ან სად იყო სუსტი პოლიტიკური წერტილები კლანებსა და კლასებს შორის პოლიტიკურ პროცესში. ეს ხალხი შეუცვლელი იყო ყველა დამპყრობლისთვის და მათი შთამომავლებიც ალბათ იგივეს აგრძელებდნენ და ახლაც იგივეს გააგრძელებენ. თითქოს დრო გავიდა, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ახლა ძველი პირატები და მტაცებლები მანიპულირებენ ადამიანებით, ფულით, ბანკებით და სესხებით. აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მათ უკვე ორი თაობა აღზარდეს სრულიად გამრუდებული, დამახინჯებული აზროვნებით და დიდ წარმატებას მიაღწიეს ამითი მათ შორის საქართველოშიც. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მათ გამოზრდილებს ზულთ ყველაფერი ეროვნული, ან თუნდაც მრავალ ეროვნულის საფუძველს წარმოადგენს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ გაგონილ მოსმენილზე. მე ვსაუბრობ მათ შორის საკუთარ გამოცდილებაზეც. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, დასავლური ემისრები გააქტიურდნენ სხვადასხვა მიმართულებით და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებზე მიიტანეს იერიში, ვინც ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მუშაობდა. ანუ კონკავშირში, ან სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. ასევე ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობდნენ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში. ძალიან ბევრმა არ მივიღეთ მათი თამაშის წესები. არ მივიღეთ მათი თამაში და გავუცრუეთ იმედები. მაგრამ ბევრი ჩაითრიეს და საკუთარი სამშობლოს და ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავეს. ანუ დასავლეთი აყალიბებდა ახალ პოლიტიკურ, სამეცნიერო, სოციალურ და ბიზნეს კასტას საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ბევრი მათგანი ხელისუფლებაში მოიყვანეს. ზოგი მათგანი ოლიგარქიც გახდა. ზოგიერთი მათგანი გაქცეულია.
ზოგმაც ადრე მოგჭამაჭირი და ზოგიც რიგში დგანა. დიახ, არც ეს არის გამორიცხული. ცხოვრებაა. ხოდა ისევ მთავარს რო დავუბრუნდე გეტყვით. თანამედროვე ძალაუფლება მრავალშრიანი ძალაა. ეს არის ძალა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ თანამდებობებზე, არამედ ფულზე, მიწებზე, კავშირებზე, გარე მფარველებსა და შიშზეც. დიახ, შიშზე. და რა თქმა უნდა, ფინანსურ და საბანკო სისტემაზე, რომლითაც მთელ საზოგადოებას თავის ხელში მოაქცევენ და მოახერხეს კიდევაც ეს. მათი გავლენისა და კონტროლის შენარჩუნებას ახერხებენ და ახორციელებენ უსაფრთხოების სამსახურები, ჩინოვნიკები და ბიუროკრატიის მცირე, მაგრამ კარგად გამოკვებილი ჯგუფი. მათ, როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებთ ვის ემსახურებიან. მთავარია ჰქონდეთ გავლენა და სოციალური სტატუსი და სათანადოდ შეეძლოთ ზემოდან უყურონ თავისივე საზოგადოებას, თავისივე ხალხს. და არ აინტერესებთ ვის ემსახურებიან, ან რას ემსახურებიან, ან საერთოდ რა მემკვიდრეობას მიიღებს საზოგადოება მათი საქმიანობით. ეს მათ არ ანაღლებთ. ეს ადამიანები ცხოვრობენ ასეთი პრინციპით, ყველა თავის თავს მიხედოს. ერთხელ დავიბადე, ერთხელ მოკვდები. მე თუ არ ვიქნები, ქვაქვაზე მყოფილა. სწორედ ასეთები თანხმდებოდნენ თანამშრომლობას მათთან. და დღესაც ასეა. და თანაც ეს ხშირად იმდენად დაუფარავად ხდებოდა, თითქოს გუშინდელი ფეხბურთის მატჩს განიხილავდნენ. და ამით მათ მოახერხეს და დაიკავეს სახელმწიფო მმართველობის ყველა რგოლში თავისი ადგილი. და ყოველთვის დაუფარავად მიანიშნებდნენ, რომ მათ მფარველი და პატრონი ჰყავდათ. და ამისთვის ანგარიში უნდა გაგვეწია. ეს ხდებოდა 1990 წლიდან, 20 წლის მანძილზე. მრავალ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დღესაც იგივე გრძელდება და არაფერი არ შეცვლება. მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ ასეთებს არაფერი ეშველებათ. ეს ჩვენი გაგებით, თორემ მათი გაგებით ჩვენ ჩამორჩენილები ვართ, რომ ისევე არ ვექცევით ჩვენს ქვეყანას და ხალხს, როგორც ისინი თავის მოძმეებს და მოქალაქეებს. ეს არ იკურნება. ამისი წამალი მხოლოდ გელიოტინაა. დიახ, ან ცული და კუნძი, რომელიც ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. განსაკუთრებით მაშინ ილესებოდა ცულები, როდესაც ბოლოს და ბოლოს დამპყრობელს გააძევებდნენ და მერე მიხედავდნენ ხოლმე ადგილობრივ მეხუთე კოლონას. დიახ, სწორედ ამისთვის აჭრიდნენ თავებს, ან ძელზე გასვავდნენ ხოლმე, რომ ისინი თავისი გამყიდველობით არანაკლებ ზიანს აყენებდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ვიდრე თვით შემოჭრილი მტერი. ანუ არავითარი განსხვავება არ იყო. ყოველ შემთხვევაში ასე ითვლებოდა მაშინ, ძველ დროს, რაც მართალი იყო. მაგრამ დღეს ისინი მთავარი პრეტენდენტები არიან მართონ საქართველო, მართონ თავისი ქვეყანა. თავისი არა, მართონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი. მათ აქვთ ეს პრეტენზია, იმიტომ რომ ზურგს გრძნობენ და ფიქრობენ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, მათი პატრონები ყველაფერს გააკეთებენ. ამიტომ ეს მასა, როგორც უყურებენ, მათი სამართავია და არ დაუთმობენ სხვებს. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ახლაც და უკვე პრაქტიკულად ბოლო 35 წელია. დღეს პოლიტიკური ძალაუფლება ემსახურება დეველოპერული კორპორაციებისა და ფინანსური სპეკულიანტების ინტერესების დაცვას. ფული დამორჩილებისა და მანიპულირების იარაღად იქცა. და იმისათვის, რომ ხალხი და ცალკეული პოლიტიკოსები არ შეეწინააღმდეგონ, ხელისუფლება ხშირად იყენებს მუქარას, დაშინებას და უკვე რეალურ ძალადობასაც. ეს ხას უსვამს იმას, რომ ხელისუფლებას უკვე აღარ აქვს პოლიტიკური რესურსი, საზოგადოების ნდობა და ავტორიტეტი. და ამიტომ ხალხისთვის წართმეული ძალაუფლება უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური, სოციალური და ფინანსური მანიპულაციების გზით. სადაც ამას ვერ აკეთებენ, მაშინ პირდაპირ და დაუფარავი ძალის გამოყენებით. და ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსების მანიპულირებით აღწევენ თავისას. თანამედროვე საქართველოში ეს პირველი შემთხვევა არ არის და ეს შესანიშნავად იცით. მაგრამ რატომღაც სწრაფად ვივიწყებთ ხოლმე ახლო წარსულს.
ახლა სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ძალის გამოყენების სპეციალისტები თანაც მრავალწლიანი გამოცდილებით უკვე იმდენი გვყავს ქვეყანაში, რომ ყველა პროფესიას აღემატება. თანაც ახლა ძალიან დიდი მათი ნაწილი დაუსაქმებელია, რაც უკვე თვით ხელისუფლებისთვისაც კი გახდნენ ისინი სახიფათო. დიახ, ეს ამდენი მომზადებული ხალხის მასა, რომლებმაც გაიარეს ძალოვან და სხვა სტრუქტურებში, დღეს ისინი, რომ იტყვიან, თავისუფალ ცურვაში არიან, იმიტომ რომ ისინი აღარ დაასაქმა ახალმა ხელისუფლებამ. და ეს ბირთვი საკმაოდ დიდია. და თანაც, რომ იტყვიან, საკმაოდ აგრესიული. რომელ სახელმწიფოში ნახავთ, რომ ყველა ჯიხურს დაცვა ედგას. ეს რომ წარმოუდგენელია. თანაცმენებში მუშაობდნენ და შემცვლელებიც ჰყავდეთ. არის ქვეყნები, არა მარტო დასავლეთის, სადაც შეიძლება მთელი ქალაქი შემოიარო და მთელი დღის მანძილზე ერთი ფორმიანი ადამიანიც კი ვერ იპოვოთ. ფოსტალიონის გარდა. ამ რეალობის წინაშე მდგავართ ჩვენ. ისევე როგორც წინა ხელისუფლება მიტაცებული ძალაუფლებით გამოირჩეოდა, ამიტომ მმართველობის ბოლო წლები სრულიად გაკოტრებული იყო. ისევეა დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკურად გაკოტრებულია და ნათლად გამოჩნდა, რომ მას არ შეუძლია ქვეყნის ეფექტურად მართვა. გაწონასწორებული მშვიდობიანი პროცესებით და თანაც გადამეტებული ძალის გამოყენების გარეშე. რამდენჯერ მოუწოდეთ თქვენს მამამარჩენელს, ნუ აყენებთ მეთქი შეურაცხყოფას ქართულ ხალხს კულისებიდან მათი მართვით. დაბრუნდი მთავრობის ხელმძღვანელად და აიღე პასუხისგებლობა შენს თავზე. იქნებ გაშრას მართლაც ჩემმა შეძახილებმა. უკვე ვიცი, რომ ასეთი დინება მიდის თვითმათ პარტიაში და სახელისუფლებო რგოლებში. ალბათ ადამიანურად თვითონაც სხვენიათ, რომ ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. აღარ ვლაპარაკობ დანარჩენ ერზე და ბერზე. და გამოვიდეს და გვაჩვენოს მართლაც რა შეუძლია. რა შეუძლია პირდაპირ მმართველობის პირობებში და რის მიღწევა შეძლებს. თუ შეძლებს, ეს ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ეს მხოლოდ იმავეს ემსახურება, რასაც დღეს ძალაუფლების შენარჩუნება ყველა შესაძლო ხერხებით და თავისი ბიზნესის გაფართოება სახელმწიფოს და ქართველი ერის ხარჯზე, მაშინ ეს იქნება უბრალოდ დამღუპველი ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც. ამიტომ მithქვამს თქვენთვის არაერთხელ, რომ ერთი ხელწერაა, როგორც მიშას დროს, ისევე ახლაც. თქვენი მამამარჩენელი მაშინაც იდგა ამ ძალადობის უკან და აკეზებდა კიდეც, რითაც წაამტვრევინა მიშას კისერი და ახლაც იგივეა. თვითონ უდგას უკან ყველა ამ ძალადობას. და უნდა გითხრათ, რომ აკეზებს კიდევაც, რომ მერე უკვე ამ ძალოვნების მანიპულირების შესაძლებლობა ჰქონდეს. იმიტომ რომ გათხრილი და ცხვირწამტვრეული ადამიანების მართვა გაცილებით უადვილდება. და ეს გამოცდილება მიიღო კიდევაც უკვე აგერ 2000 წლის მანძილზე, თუ მეტი არა. ამიტომ დასავლელი მტაცებლების გავლენის აგენტები, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ყველას აღიქვამენ მათ კონკურენტებად. სხვა სოციალური და პოლიტიკური ფრაქციების გავლენის ფარულ აგენტებად. დიახ, ეს მათ მენტალობაში ჯდება და იგივეა, ქურდს რომ ყოველთვის ეშინია, პატრონი არ გამოჩნდეს, ვისაც მოპარა, რომ არ წაართო. ამიტომ უფრო აგრესიული ხდება მაშინ, რომ ის არ წაართვან, რაც მოპარული აქვს, რაც წაგლეჯილი აქვს, რაც წართმეული აქვს. და არ გაგიკვირდეთ, მათი ასეთი ქმედება, რომ ჩაბღაუჭებულები არიან ხელისუფლებას, არ დაკარგონ, რადგან თვითონაც კარგად იციან, რომ ხალხი მოსთხოვს პასუხს და ამიტომ რაც შეიძლება აგრესიულად ინარჩუნებენ მიტაცებულ ხელისუფლებას. რაც უფრო ახლოვდება მათი ხელისუფლებიდან წასვლა და გნებავთ მოცილება, მით მეტად აგრესიული ხდებიან თავის მამამარჩენელთან ერთად. მაგრამ ხომ გახსოვთ საფრანგეთის რევოლუცია და როგორ დაამთავრა ლუდოვიკ მე-16-მ ცხოვრება ეშაფოდზე. სრულიად დასაშვებია, რომ იგივე განმეორდეს საქართველოში. და ამას ვამბობ ყოველგვარი ნიშნის მოგებისა და დაშინების გარეშე. შეცვალეთ პოლიტიკა, პირველ რიგში საკუთარ გუნდში და მერე მთლიანად დამოკიდებულება
ქართველი ერის და მოსახლეობის მიმართ. ნახეთ, ვისაც გამოგჩათ ეს ვიდეო ბლოგი და აგერ ლინკს გაჩვენებთ. ჟან-ჟაკ რუსო, ჯანსაღი სახელმწიფოს ნიშანი, მოსახლეობის ზრდა. ასე ქვია ამ ვიდეო ბლოგს. მაგრამ მინდა იმ მხრივ დაგამშვიდოთ, რომ შესაძლოა ისევ დაგვასწრონ ევროპელებმა და აი რატომ. ის, რასაც ახლა ისინი სჩადიან რუსეთის წინააღმდეგ, ჩასაწირად განწირულ გემის ეკიპაჟს მაგონებენ, რომლებიც გადარჩენისთვის ყველა შესაძლო ვერსიას ემღაუჭებიან. მათ შორის ისეთს, რომელსაც სხვა ვითარებაში გულშიც კი არ გაივლებდნენ და ალბათ ხვდებით, რომ ეს მათი აზრები არც თუ ისე ჰუმანურია თანაეკიპაჟელების მიმართ, რომელთა სამაშველო ჟილეტიც უფრო ახალი და გამძლეა, ვიდრე მისი პარტნიორისა. აზრი თვითონ დაასრულეთ. აი ასეთი აზრები აქვს ევროპის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს რუსეთის მიმართ, რომ გადარჩეს. მხოლოდ იმ განსხვავებით ეკიპაჟის სიმწევრთან ის არის, რომ რუსეთს საერთოდ შეუძლია წაშალოს ევროპა რუკიდან. ევრობიუროკრატებმა და პოლიტიკოსებმა ესეც კარგად იციან, მაგრამ ძველი გასაღები თვითონ დაკარგეს და ახალს მოსაპარად მათ უკვე აღარავინ აჩვენებს. დღეს ევროპა ისეთ მდგომარეობაშია, თანაც ისეთ კუთხეშია მიმწყდეული, რომ უკვე ყველაფერზე წამსვლელია და მზად არიან გამოიყენონ ყველაფერი, რაც ხელთ აქვთ და არ აქვთ. ოღონდ გახსნან რუსეთის კარი ან შეანგრიონ. მაგრამ დღეს მათი რესურსები და მათი შინაგანი მუხტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ხომ ხედავთ, ისინი თავისი გამოზრდილი ჯუჯა ტერმინატორებით მასშტაბის გაფართოებას ცდილობენ. ახალი დარტყმების პროვოცირებას ამზადებენ. დიახ, პროვოკაციებს. ამიტომ მას სჭირდებათ შიდა მოხმარების რამდენიმე საბაბი, რათა დაიწყონ მობილიზაცია. გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდით ამის შესახებ. მერკელის დროს დაწყებული მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა გამიზნულად ემსახურებოდა ხალხის დიდი მასის შემოყვანას ევროპაში. არა მარტო ფულის მასის ბრუნვის გასაზრდელად და რა თქმა უნდა ტრილიონების ჩამოსაწერად, რომელიც ყველა ხელისუფლებას სჭირდებოდა და გასაგებიც არის. არამედ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მომავალი ომისთვის ბიომასის მომზადებას ემიგრანტების ხარჯზე. დიახ, ეს იყო გათვლილი თავიდანვე. იმიტომ რომ დღევანდელი ევროპელები მრავალი ათეული წლის მანძილზე გამოზარდეს ლიბერალიზმის ქოლგის ქვეშ. ამიტომ ისინი პოდიუმზე და პანელზე უფრო გამოდგებიან, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. და სწორედ ამიტომ ევროლიდერებს ახლა დასჭირდებათ არჩევნების გაუქმება და საგანგებო ვითარებაზე გადასვლა, რომელიც ყველაზე რთული საკითხია ევროპაში. ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ განსაკუთრებული ვითარების ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში. პარლამენტსაც ვერ დაშლიან და ვერ შეუზღუდავენ უფლებას. არადა სწორედ ეს სჭირდებათ ახლა მათ. და რა შემთხვევაში შეუძლიათ ამისი გაკეთება? მართალია, ევროპაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში. ამისთვის კი სხვა დონის პროვოკაცია სჭირდებათ. და ეს პროვოკაცია ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთმა კაცრად უპასუხოს. მაგრამ ბირთვული იარაღის გარეშე. ამ პოლიტიდიოტებისგან განსხვავებით, სამხედრო პერსონალი და მაღალი რანგის ოფიცრები გაცილებით გონიერი ადამიანები არიან. და ხშირად მათი პოლიტიკოსების იდიოტობასა და ტაკიმასხარობას შვიდად ადევნებენ ხოლმე თვალს. იმიტომ რომ იციან, ისინი პოლიტიკური ეკვილიბრისტები არიან და ჯამბაზობენ როგორც საპარლამენტო დარბაზებში, ისე კამერების წინ. რა თქმა უნდა, არც მათ მოსწონთ, რომ დღევანდელი ევროპა რადიკალ ლიბერალების ხელშია. იმასაც კარგად ხედავენ, რომ მათმა საგარეო პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და ეს ეკონომიკასაც მყისიერად დაეთყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ იდიოტობას, ამ პოლიტიკოსების იდიოტობას, გავლენიანი მაღალი რანგის ოფიცრები არ ახვევიან. უნდა გითხრათ, რომ ამის შესახებ ევროლიდერებმაც მშვენივრად იციან. მაგრამ არიან ისეთი სამხედროებიც, რომლებიც კარიერის გულისთვის
მათ იდიოტობას ეთანხმებიან და მხარსაც უბანენ. აი თუნდაც პისტორიუსი აიღეთ გერმანიაში. საოცრება, ყოფილი პოლიციელი რუსეთის დაპყრობაზე ფიქრობს. ეს ხო იდიოტიზმის ისეთი დონეა, რომ წარმოუდგენელია კიდევ ვინმე მონახოთ ასეთი აზრებით. უნდა გითხრათ, რომ ევროპა ყოველთვის გამოირჩეოდა გონიერი და მოაზროვნე ადამიანებით. და ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველას საგვიკითხავს რაღაცა და გვინახავს ხომ ევროპაში. მაგრამ გარკვეული ინფანტილიზმითაც გამოირჩევიან. ამიტომ პოლიტიკური სარბიელი დარჩათ ლიბერალურ კლანებს და ავანტურისტებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი მიზნებისთვის გაწირონ როგორც ემიგრანტები, ასევე ევროპელი აბორიგენებიც. ამ ავანტურისტებმა უკვე მოახერხეს და უკვე დაარწმუნეს ერთმანეთი, რომ თუ მოახდენენ 2-3 ტრილიონის მობილიზებას და შეიარაღებას, სიტუაციას სათავისოდ შემოაბრუნებენ. არადა ჯერ კიდევ 5 წლის წინ ისინი ნაღებში ბანაობდნენ. დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი შურდა მათი, როგორ გაძლიერდნენ, როგორ დაისიეს ღაბაბები, როგორი ფული ტრიალებდა და ეს ვის ხარჯზე? სწორედ რუსებთან კარგი დამოკიდებულების ხარჯზე. და ამიტომ გააკეთა ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ეს იდიოტების კასტა მოეყვანა სათავეში ევროპაში და სწორედ მათი მეშვეობით შემდეგ დაენგრიათ საკუთარი ეკონომიკა და პრაქტიკულად კატასტროფის ზღვარამდე მიეყვანათ თავისი ქვეყნები და ეკონომიკა. აი ამ რეალობის წინაშე დადგა დღეს ევროპა. მაგრამ სამწუხაროდ ის რაც ჰქონდათ მათ არ იკმარეს. უნდათ კიდევ უფრო მეტი. ამიტომ მოამზადეს უკრაინა რუსეთთან საომრად. და ეს ხდებოდა წლების მანძილზე. აქ ისმება კითხვა, იცოდა თუ არა ამის შესახებ რუსეთმა. და რა თქმა უნდა იცოდა და აფრთხილებდა კიდევაც. დაანებეთ უკრაინას თავი. ნუ მიყავთ ასეთ გზაზე. თქვენ ამითი თვითონვე დაზარალდებით. მაგრამ არ მიიღეს ეს გაფრთხილება. და დღეს იმ მდგომარეობაში არიან, სადაც არიან. მათ როგორც ჰქონდათ გეგმა სრულიად გაეძარცვათ რუსეთი, ისევე აქვს ასეთი გეგმა ათეულობით მილიონი ადამიანის განადგურებით. რა თქმა უნდა, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად. ესეც თქვენი დემოკრატიულად მოაზროვნე ევროპელები. და მათ ყოფნით უტიფრობა არათუქმედებაში, განსჯაშიც, რომ რუსეთი და პოსტსაბჭოთა ხალხები ვალდებულნი არიან წინააღმდეგობაც კი არ გაუწიონ მათ ცივილიზებულ გეგმებს, როგორ გაანადგურონ უნტერმენშენები. დიახ, დღესაც ასე უყურებენ დასავლეთის ქვეყნები აღმოსავლეთის ქვეყნებს. ასე გვიყურებენ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ზოგიერთ თქვენგანს დღესაც პირზე აკირია, გინდა თუ არა ევროპელი ვარო. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს ევროპელობა. მაგრამ ეს ყველაფერი იდიოტიზმის ზღვარზეა. სად ევროპა და სად საქართველო და სად ქართველი ერი. ისინი უფრო არიან კავკასიელები და ქართველები მათ შორის, ვიდრე ჩვენ ევროპელები. გაითავისეთ ეს, ვისაც კიდევ შეგძებთ ძალა, სწორად იაზროვნოთ. ხედავთ ხომ, ჰიტლერის სულს არ სძინავს. ხო და რა შანსს გვიტოვებენ აღმოსავლეთის ხალხებს? აღმოსავლურ ევრაზიულ ცივილიზაციას. არანაირს. ან იყავით მონები და მომსახურე პერსონალი, რომელმაც უნდა გადმოგვაბაროს თავისი წიაღისეული, ან განადგურდებით. აი მათი დღევანდელი იდეოლოგია. 21 საუკუნის იდეოლოგია, რომელიც არაფრით განსხვავდება არც მე-19 საუკუნის, არც მე-20 საუკუნის იდეოლოგიებისგან. იმიტომ რომ ტაცებლები არასოდეს არ იცვლებიან. მათი ბუნება ასეთია. მორჩა და გათავდა. ხო და ასეთ მდგომარეობაში თუ მათი რაკეტები ჩვენსკენ გამოფრინდებიან, რა უნდა ვქნეთ? მხოლოდ ქოლგა გავშალოთ? თუ იქნებ უპასუხოთ კიდეც. მაგრამ რითი უპასუხებთ? ყურძნის მტევნებით? ვაშლებს ვესვრით? თუ ღვინის ბოთლებს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს? დიახ, თუ ალტერნატივა არ არსებობს, მაშინ გამართლებული იქნება პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები და სამხედრო ბაზები წინ სტრებით
ისეთი რაკეტებით დაიბომბოს, რომ უახლოესი 50-100 წელი ეს სიგიჟე აღარ მოუვიდეთ თავში. აი ეხლა რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ესეც იმის გამოძახილია და რა პასუხი მიიღო დღეს ისრაელმა. სამწუხაროდ ეს შეეხო ბევრ უდანაშაულო მოქალაქეს, უბრალოდ მოქალაქეებს, სამწუხაროდ, მაგრამ მათი ხელისუფლების, ისევე როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ამ ომში სამხედროებზე მეტად სამოქალაქო პირები დაღუპულიყვნენ და ამას სარჩული დაუდო ისევ სიხარბენ, ისევ მათმა სიხარბენ, რომ მიიტაცონ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი რესურსი. და არც მალავს იმას მუდმივად სჭირდება გარიგება, რომ მას ყველაფერი დაუთმო, რომ მას ყველაფერი ეკუთვნის, მაგრამ რას იზამთრებს? და ეს უკვე არა მარტო დემენცია და ალცგეიმერია ერთად. ეს არის ის ფსიქოზი, რომელიც მათ ელიტაშია ჩაბუდებული, რომ მათ ეკუთვნით მთელი სამყარო, მთელი მსოფლიო, მთელი მსოფლიოს რესურსები. ამიტომ მხოლოდ ისინი უნდა განაგებდნენ. და ამ პირობითაც მოიყვანეს სწორედ ტრამპი ხელისუფლებაში. ხო გახსოვთ, მithქვამს, მას შემდეგ რაც ყური გაუხრიტეს, სრულიად შეეცვალა აზროვნება და დაუბრუნდა იმ საწყისებს, რასაც მოითხოვდნენ მისგან მისი პატრონები. და ეს რეალობაც აგერ მივიღეთ და თვალნათელია. ყველასთვის, ვისაც აზროვნების უნარი გააჩნია. კიდევ გავიმეორებ, ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან ძალიან ბევრი გონიერი ადამიანები. ზოგიერთებს შეიძლება თქვენც იცნობთ ევროპაში ასეთებს. ძალიან ბევრია გონიერი პოლიტიკოსი და სამხედრო ოფიცერი და ანალიტიკოსები, რომლებსაც შესანიშნავად ესმით და იციან, რომ რამდენიც არ უნდა ემზადონ რუსებთან საომრად, პარიტეტი ვერ შეიცვლება მათ სასარგებლოდ. მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, რომ მათი მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა სრული იდიოტიზმი და კრახი აღმოჩნდა. ახლა უნდათ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. ხომ გვესმის, რომ მათ სათავისოდ არ ყოფნით დღეს რესურსი და არა თუ ის, რომ აჭამონ ამდენ მილიონ შემოჭრილ, შემოსულ, შემოტყუებულ ადამიანს აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. და უნდათ ახლა ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა, მაგრამ როგორ? ყურადღებით მოусმინეთ. ამერიკა თავისი არასრულყოფილი გათვლებით, რომელიც გამოწვეულია ტრამპის არაადეკვატური ქმედებებით, აღმოჩნდნენ იმ სიტუაციაში, როდესაც ბუმერანგი უბრუნდებათ რუსეთისგან. რუსეთი, როგორც ცნობილია, დიდხანს კაზმავს ხოლმე ცხენს, მაგრამ მერე სწრაფად მიაჭენებსო. ეს ტყუილად არ არის ნათქვამი. ამიტომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს იმ მოსავალს, რაც ამ წლების მანძილზე დათესა. მე დავუბრუნდები ამ წლის 28 თებერვალს, როდესაც ტრამპმა პირველი დარტყმა განახორციელა ირანზე. დიახ, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა ეს დარტყმა, როდესაც ირანის თითქმის მთელი ძალაუფლების ვერტიკალი გაანადგურა, მაგრამ საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია. არაერთმა სამხედრო ექსპერტმა და ანალიტიკოსმა აღნიშნა იმის შესახებ, რომ ეს ომი ემსახურებოდა ეპშტეინის დოსიეს გადაფარვას, რათა ტრამპსაც და ნეტანიაჰუსაც თავი დაეღწიათ სამართლებრივი დეგმისკენ. ამიტომ აღმოჩნდა ასეთი ნაჩქარევი და გარკვეულწილად გაუთვლელი შედეგები, თუ როგორ განვითარდებოდა პროცესები ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად სპარსეთის ყურეში. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და არაერთხელ. მაგრამ ეპშტეინის დოსიეს გარდა იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მაშინ არ გახმაურებულა. უკვე სკოლის მოსწავლეებმაც კი იციან, რომ ომი უკრაინაში მომზადებული და დაფინანსებული იყო აშშ-სა და ევროპის მიერ. იმაშიც არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთიდან მიმავალი ევროპაში ორი გასადენი ააფეთქეს ამერიკელებმა, თუ არა მათი ნებართვით. ტერაქტის შედეგად მოკლეს ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ფიგურა რუსეთში. ვიღაცას ეგონა, რომ რუსეთი ან პუტინი
ისხდნენ გულხელდაკრეფილი და ეს გადაღლაბეს. ბოდიშით. ასე ნამდვილად არ არის. ამ წლის დასაწყისში CSS-მა, ანუ ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, თეთრ სახლს მიაწოდა ინფორმაცია, რომელმაც მიწისძვრა გამოიწვია პირდაპირ მნიშვნელობით თეთრ სახლში, რომ რუსეთმა მოამზადა ოპერაცია ვაზმეზიე, ანუ ოპერაცია შურისძიება, დასავლური ზღვის კაბელების სრული განადგურება, რომლითაც დაზოლილია ოკეანეები და ზღვები და შეადგენს რამდენიმე 10 მილიონ კილომეტრს. სწორედ ამ კაბელებზე გადის ინტერნეტის 95%. აფეთქების შემთხვევაში და ამ ინტერნეტ კაბელების დაზიანების შემთხვევაში მათ სისტემას ყოველდღიურად მოუტანდა 10 ტრილიონი დოლარის ზარალს და საბოლოოდ ფინანსური და ეკონომიკური სისტემის სრულ ჩამოშლას. სწორედ ამან გამოიწვია არა მარტო ტრამპის ისტერიკა და ალცჰეიმერის შემოტევები, არამედ შოკში ჩააგდო მთელი მისი ადმინისტრაცია. ასეთი დარტყმები საკაბელო სისტემებზე ინტერნეტ სისტემის სრულ პარალიზებას, რასაც მოჰყვება მთელი რიგი საფონდო და სავაჭრო ბირჟების ჩამოშლა, საბანკო ტრანზაქციების სრული პარალიზება, რაც გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სისტემის პარალიზებასაც და ჩამოშლას. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური ინსტიტუტები, რომელიც დღე-დღეზე შეიძლება ჩამოშლილიყო და აჩქარებდა ამ პროცესს მინიმუმ 4-5 თვით მაინც. და სწორედ ასეთმა სადაზვერვო ინფორმაციამ აიძულა ტრამპი და მისი გუნდი ასეთი ნაჩქარევი და გაუთვლელი ქმედებისკენ, რომლებიც საბოლოო ჯამში მაინც განახორციელეს. ხო და რომ დავფიქრდეთ, რატომ აჩქარდნენ და რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ სავალალო მდგომარეობაში? ჩემი აზრით, იმიტომ რომ ირანზე დარტყმით იქმნებოდა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში, რაც ტრამპს მისცემდა პუტინთან ვაჭრობის საშუალებას. მაგრამ როგორც არ უნდა წარმართულიყო ან დასრულებულიყო ეს ვაჭრობა რუსეთთან, ეს მაინც მოხდებოდა ირანელების, არაბების და ისრაელის მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის ხარჯზე. რადგან ტრამპისა და ნეტანიაჰუს ავანტურამ პრაქტიკულად მომავალი წაართვა ისრაელს, ირანის ყურის ქვეყნებს და ევროპას, რომ ბოლომდე აგიდგინონ ძველი პოზიციები და გავლენები. ტრამპსა და მის გუნდს, ისევე როგორც მის ლიდერებს, კარგად ესმით, რომ რუსეთის მიერ საპასუხო გლობალური პასუხი გამოწვეული იყო მათ მიერ შექმნილი მდგომარეობით, რომლებიც ზღვარზე ეთამაშებოდნენ რუსეთს და კარგად ესმოდათ, რომ არის საკითხები, რომლის გადაკვეთის უფლებასაც რუსეთი არ მისცემს. არ მისცემს არავის. ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური მოხდი, რომელიც ძალიან გავს ძველ ანდაზას. ნუ აღვიძებთ რუსულ დათვს ზამთრის ბუნაგში. უნდა გითხრათ, რომ დათვი გააღვიძეს, მაგრამ ბუნაგიდან ჯერ არ გამოსულა. ახლა, როდესაც ყველა კარტი გახსნილია, რაღა აზრი აქვს ბლებს. ან უნდა მოვიდნენ აზრზე მთელი დასავლეთი ერთად და აღიარონ თავისი დანაშაული და ჩადენილი ცოდვები, ისევე როგორც დივერსიული აქტები რუსეთისა და სლავი ხალხის წინააღმდეგ. ან მიიღებენ ისეთ დარტყმას, რომ დასავლური ცივილიზაცია დადგება მათი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. პირველ რიგში უნდა აღიარონ, რომ მათ მოამზადეს ომი უკრაინაში რუსი და სლავი ხალხის წინააღმდეგ და მათ შორის დივერსიული აქტები გასცადენებზე, Nord Stream 1 და Nord Stream 2-ზე. მათ უნდა აუნაზღაურონ რუსეთს დაკარგული აქტივები და პლუს თავისი საჯარიმო სანქციებით. უნდა აღიარონ სხვა მათი უამრავი დანაშაული, მათ შორის 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში უპილოტო ნავებით თავდასხმა სამოქალაქო გემებზე. დიახ, ეს მათი გაკეთებული იყო. ასევე მათი თავდასხმები რუსულ ტანკერებზე და მრავალი სხვა. გაფრთხილების მიუხედავად, ნატო და ბრიტანეთი კონკრეტულად აწვდიან ზელენსკის სადაზვერვო მონაცემებს და ტექნიკას დივერსიების განსახორციელებლად.
გაშიფრულია და ულტიმატუმით წაუყენა რუსეთმა აშშ-ის თანამგზავრული სადაზვერვო ინფორმაციით უკრაინის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე გაიშიფრა პოლონეთის უშუალო მონაწილეობა და მართვა მათი მხრიდან დივერსიული ჯგუფების რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ყველა მტკიცებულება ხელზე აქვთ. რუსეთს აქვს უფლება განახორციელოს პირდაპირი დარტყმები ამ ქვეყნებზე, თანაც ყველაზე ეფექტური იარაღით. პოლონეთი ცდილობს უარყოს უამრავი დადასტურებული ანტირუსული ქმედება, მაგრამ ყველაფერი დოკუმენტირებულია და პასუხისგებლობას ვერ გაექცევა. ამიტომ რუსეთმა თავისი მოთმინების პოლიტიკით, რომელიც ვაღიაროთ, რომ მარტივად ნამდვილი არ იყო, მოიპოვა მორალური, იურიდიული და პოლიტიკური უპირატესობა კოლექტიურ დასავლეთზე. ამიტომ მისი ყველა სახის ქმედება, ყველანაირი იარაღით გამართლებული იქნება როგორც აშშ-ის, ასევე მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთმა, რომ სრულად დამსახურებულად განახორციელოს დასავლეთის წინააღმდეგ ეს საპასუხო აქტი, ევროპას და ამერიკას დააბრუნებს მე-20 საუკუნის შუა წლებში და შეიძლება მე-19 საუკუნეშიც კი. მათ უკვე წლის დასაწყისში მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთს მომზადებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა და წყალქვეშა საკაბელო სისტემის დეტალური რუკა, რამაც ევროპაში გამოიწვია სრული პანიკა. ამიტომ კოლექტიური დასავლეთი უკვე მიხვდა, რომ მათ გადაკვეთეს ყველა ზღვარი და ამის იქით იქნება მხოლოდ კატასტროფა მათი ცივილიზაციისთვის. ამიტომ არჩევანი ისევ მათია, დაშოშმიდნენ და დაალაგონ სიტუაცია რუსეთთან, თუ გააგრძელონ იგივე და კატასტროფამდე მიიყვანონ თავისი ქვეყნები. უკრაინა იყო და რჩება რუსეთის გავლენის სფეროს სივრცეთ და ვერანაირი ნატოს ჯარები ან ვინმე დასავლური ქვეყნების ჯარები იქ ვერ იარსებებენ. უკრაინას შეუძლია იყოს აყვავებული ქვეყანა, თუ თავს დაანებებს დასავლეთთან ასეთ ურთიერთობას. ისინი მათთვის არიან მხოლოდ untermenschen, რომლებიც უნდა გამოიყენონ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. სხვა მისია მათ არ გააჩნიათ ეს ევროპელების და ამერიკელების თვალთახედვით. ამიტომ იგივე ვრცელდება ეს სხვა მეზობელ ქვეყნებზე. რუსეთის ყველა მეზობელ ქვეყნებზე ეს ვრცელდება. ამიტომ უნდა გადააფასონ ყველაფერი ის, რაც ამ ბოლო 35 წლის მანძილზე იყო დათესილი, დანერგილი, გამოცდილი, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში. მაგრამ ბევრი ისეთი უგუნური გზით მიდიან, ნათლად ჩანს, რომ ისევე არ ასწდებოდ გეგმა ვაზმეზდიე, როგორც პატარ ძალს ქორწინების ღამეს. რა ვქნა, კიდევ რითი გაგახაროთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, როგორც ყოველთვის, გამძლეობას და მეტ აქტიურობას საკუთარი ქვეყნისა და თქვენი შვილების მომავლის დასაცავად. კარგად მინახეთ. ნახვამდის. მეზობელია ჩემი და ნარკოტიკების იყო დაკავებული უბანში. ბიზინა 80-იან წლებში. რას მეუნე? ხო, ჩვენ კარის მეზობლები ვართ, ეს არის თქვენ. არა.
80-იან წლებში ერეკლე მეორეს მოედანზე საპატრიარქოს გვერდით იყო კამო საერთო საცხოვრებელი, იქ სადაც ახლა მაგის ფეშენ ოფისი იდგა ქართული ოცნების. რამდენი წლის იყო დაახლოებით მაშინ? არ ვიცი რამდენი იყო ახლა და ბებერი დაიბადა მე მგონი. უყურებ ხო და იქ ცხოვრობდა 4 იმერელი ჭორვილელი ბიძაშვილი, ძალიან კარგი ბიჭები, 3-ს ვიცნობდი, ერთი იყო ვახო, მეორე იყო ბიჭია და ამის ძმაც თავგასებულად იყო რომ ეს იქ იყო. ხო და იქ ცხოვრობდა ჩემი და ნინო ოჯახით. იმის ქმარ იქ მუშაობდა ინკამოს ქარხანაში ის. და მოკლედ ანუ გარიგობდნენ? ხო, ეს და მაგ დროს ნარკოტიკები ასე არა, გითხრათ, ეს ყიდი და ჯერ ფრანგულ სუნამოებს და შარულებს როგორც გაირკვა საბჭოთა ადიკალონი იყო შიგ ჩასხმული. ანუ კლიენტს ატყუებდა. სადღეგობდნენ ფრანგული სუნამო და აკრძალული პროდუქცია იყო, არ შემოდიოდა. და ამას აკეთებინებდა მეზობლის ქალბატონები. ხო, მეზობლის ქალბატონები ეხმარებოდნენ ამის გაყიდვაში. მე იქ ერთი როგორ იშოვა პირველი მილიონი? ხო, ძალიან კარგი კაცი იყო იქ სულ წინ ბიჟოვდა და მან მითხრა რომ აიცითო შავო, ჩემსოს გააყიდეო ის პარფიუმერიო 25 მილიონი უნდა მეცა და აღარ აძლევსო და პროკურორი ხარ და შენი შეეშინდებოდა იქნება მოაცემინო. მე ვთქვა ახლა მეზობლაშიც პროკურორი როგორ ვიქნებით და შეუთვალე იმ ვახო იყო ცხონებული აღარ არის ცოცხალი მაგის ბიძაშვილი. მისცეს მეთქი იმ ქალს ის ფული ნუ უაწოლებს თუ ისე და რა თქმა უნდა ეს ძაღლის ნაკმენივი დაახსოვდა. მისა და ის დამახსოვრებული აქ ეს ამბავი? რა თქმა უნდა დამახსოვრებული აქ. დღეს მოვიდა მაგის ძმა ის ადიკოა თუ ალიკა რა ქვია და ნუ საღამოს მითხრეს ოჯახში რომ დილით იყო ადიკო და ერთი ვაგონი კონიაკის სპირტი დაუჭერიათ მოსკოვშიო ბიზნესში. ერთი ვაგონი კონიაკის სპირტი, ხო წარმოგიდგენთ ეროვნული სიმდიდრე ჩვენი. ხო და ეგებო პროკურატურაში დარეკოსო საკავშირო მოსკოვშიო და განთავისუფლებინოსო. მე ვთქვი სიცხე ხო რა მაგათ. მთელი პროკურატურა მიცნობდა როგორც თამის არ ამღებს და ეხლა მოსკოვში ამერიკა რომ ერთი ვაგონი კონიაკის სპირტია დაჭერილი და გააშვებინე დამიჭერდნენ ნამდვილად რა ყველაფერს უდანო. რა თქმა უნდა ამის წილი ყოფილა ვიფიქრებდი. რა თქმა უნდა ამას სხვა რაში ფიქრებდით ახლა ყველა ეგრე ფიქრობდა. ხო ეს ჩაიარა ამან და მე ერთ დღეს მოვიდა მეზობელი ებრაელის ქალბატონი ძალიან საყვარელი ქალი მითხრა რომ დამიღუპაო შვილიო ბიძინამო და პროკურორი ხარ და ჩაერიო მე ვთქვი რა შემოვიხადა დაღუპო და ვაჭრობა ასავლაო გამეცინა მე ვთქვი ებრაელი მასწავლე თესობლოს ვაჭრობა რა ასავლა ახლა ბიძინამეცი და არაო ნარკოტიკს აყიდიებსო უბანშიო ახლა მე დავიშოკე იმ გაგებით რომ ეს სიახლე იყო ნამდვილად და მე ვიფიქრე რომ ეხლა ერთი სამთავრობო ტელეფონი რო ამეწია ამის დუხი არ იქნებოდა მოატოვებინებდნენ კამჩატკას მაშინ ეგამე რომ იმეღო რეაგირება ხო მე ვიფიქრე რომ რახან ეს ქალი წყიდის რაღაცეებს ჯინსებს და რაღაცეებს და ესაც წყიდის კონკურენციული მომენტის გამო ჩაუშვა გერა თურმე გაქანებული მსოფლიო დონის ნარკოვაჭარი